მშენებლობის ბუმი რომ მიმდინარეობს თბილისში და რო უკითხულობთ ვიზზე იყიდება ეს ქონებები რომ ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ნახევარი საქართველოს გასულია ქვეყნიდან და ვიყიდულობს ჩვენ ვაჟღერებ ბინადრობის უფლების ან ყიდვის პრობლემას და იმდენად დისკომფორტულია მთავრობისთვის ეს რომ ხედავთ ეხლა $50,000 ზრდიან ბინადრობის უფლების და პოტენციურად მოქალაქეობის უფლების ყიდვას ოღონ მაინც ცალსახად კატასტროფა ერთი ხელის მოსმით უხეშად მოსახსნელია და როგორც ამ განცხადებაში არის ნათქვამი აი განცხადებას ვაგზავნებ ამ კომიტეტს ვამკაცრებ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად $100,000 ეს იქნება $150,000 ეკვივალენტი რათა მეტი ინვესტიცია მოვიდეს და ეს პირობების გამკაცდეს თუმცა ეს არ არის სფერო სადაც ჩვენ დეველოპერებს ანუ მშენებელ კომპანიებს უნდა დავარტყათ და არაბუნებრივ თანხებამდე გავზარდოთ პირდაპირ აქ დაფარულიც არაფერია ეს კანონი $150,000 საქართველოს ბინადრობის უფლებას და მოქალაქეობის უფლებას ყიდიან ეს არის მშენებლობის ბუმი რომ მიმდინარეობს თბილისში და რო უკითხულობთ ვიზზე იყიდება ეს ქონებები რომ ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ნახევარი საქართველოს გასულია ქვეყნიდან და ვიყიდულობს ვინც დარჩენილია იმათ ბინების ფული არა აქვს და ვიყიდულობს და ყიდულობს აი ეს ჩამოსულები ყიდიან ბინადრობის უფლებას და მოქალაქეობის უფლებას